მე საერთოდ არ ვემხრობი დებატებს ქართული ოცნების წარმომადგენლებთან. ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, რომელიმე დეპუტატად წოდებული, სხვები და სხვები, აგრეთვე ხალხის ძალის ამ პროქსი სამთავრობო პოლიტიკური ვითომ პარტიის წარმომადგენლები ერთის მხრივ შეერაღებულნი არიან დემაგოგიური არგუმენტებით, მეორე მხრივ ისინი რუსთავი ორზე თუ იმედზე საკუთარ თავს მასპინძლებად გრძნობენ. ამიტომ და კიდევ იმიტომ, რომ ეს დებატები ხელს უწყობს ნორმალიზაციას, მათ ლეგალიზაციას, ლეგიტიმურობას და ისეთ იერსახეს ქმნის თითქოს ყველაფერი კარგად არის ამ ქვეყანაში. მე ამ მიზეზების გამო ქართულ ოცნებასთან დებატებს ამგვარ შერკინებებს არ ვემხრობი. მე მგონია საერთოდაც რომ თუ ქართული ოცნება დასამარცხებელია, ის უნდა დაამარცხო არა ანგარიშით 3-1, 2-1, 4-2 თუ 5-3, არამედ უნდა დაამარცხო 100-0. ეს კი პრაქტიკულად შეუძლებელია, როდესაც შენს წინ დემაგოგი ირაკლი კობახიძე ან შალვა პაპუაშვილი ბრძანდებიან სხედან და აგრეთვე შეუძლებელია იმის გამოც, რომ ჩვენი სპიკერები ამ კრიტიკულად განწყობილი საზოგადოებიდან არ არიან ისეთი უბოდიშეფ მათ თავხედები, ისეთი თავზე დამხურებლები უმრავლეს შემთხვევაში, როგორიც შეიძლება იყოს ნორმალურ თუ არანორმალურ ვითარებაში პირი, რომელიც ირაკლი კობახიძეს ერკინება. მაგრამ ხანდახან ამ დებატებზეც კი გამოჩნდებიან ხოლმე პირები, რომელთა მიმართაც როგორც წესი არანაირი სიმპათია არ გაქვს ან ძნელად თუ გაქვს, მაგრამ ეს პირები საკმაოდ საინტერესო ფორმულირებით მიმართავენ ხელისუფლებად წოდებულ ჯგუფს, ამა თუ იმ სპიკერს ქართული ოცნებისა, კითხვებით. აი ასეთი არის მაგალითად გირჩის წარმომადგენელი რაქვიაშვილი ვარად, ის დეპუტატი იყო ერთი ხანობა და ის ეკითხება მინისტრად წოდებულ მაკაბოჭორიშვილს, ნახეთ როგორი ფორმულირებით და საინტერესო ვაღიარებ, ვუდასტურებ, თქვენს გეუბნებით, საინტერესო ფორმულირებით და საინტერესო ლოგიკური ჯაჭვით. ვიდეო მთლიანად ბოჭორიშვილის პასუხიანა არის 4 წუთზე მეტი, მე 4 წუთი არ შეგაწყენთ, მაგრამ აი თუ გნებავთ გადავახვიოთ, თუ გნებავთ მივყვეთ, როგორც ჩავთვლი მესაჭიროთ, ისე გავყვეთ ამ ვიდეოს და მოусმინოთ ამ საკმაოდ ცინიკოს კაცს, რომელმაც გაჭედა ქაბოტონი ბოჭორიშვილი. ქალბატონო მაკაბ, ჩვენი მტერი ცნობილია. ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. და ერთხელ არ მოუწია ჩვენს საბაბის კი რო გვეფიქრა რომ მის იმპერიალიზმი ოდესმე შეიცვლება. აი ასეა? ქალბატონი ბოჭორიშვილი ფიქრობს კი ასე ბიზინა ივანიშვილის ფრთებქვეშ მოქცეულები მიიჩნევენ კი რუსეთს მტერ სახელმწიფოდ? მე ამ კითხვაზე პასუხი მაქვს. მაგრამ არიან მაყურებლები, ჩემი მაყურებელი არის იმგვარი მაყურებელიც, რომელიც ფიქრობს, რომ მაკაბოჭორიშვილი შესაძლოა ან ნამდვილად ქართული ოცნება ზოგადად ნამდვილად მართალია. მათ არა, მაგრამ მაკაბოჭორიშვილს გავუმეოროთ კითხვა, რუსეთი არის თუ არა მტერი? გავუმეოროთ არა, ამგვარი ინტერპრეტაციით ჩამოვუყალიბოთ კითხვა, არის თუ არა რუსეთი მტერი? რაქვიაშვილის ის მტერია და მე ამ ყველაფერს მივესალმები, მაგრამ ბოჭორიშვილი, რომელიც ასე უსმენს რაქვიაშვილს, რუსეთს მტრად შესაძლოა არც მიიჩნევს. უკრაინაში დაკავებული და ჩვენ არ გვაქვს ყურადღებას. და აი წამოვიდეთ ერთად აგვიფაროს, მაგრამ უკრაინამ ვერ მოიგოს ეს ომი. მეგონი ყველაფერი ადამიანი ჩვენ ქვეყანაში უნდა იყოს უკრაინის მხარეს. არ ამგონია რომ უკრაინის მხარეს იყოს ბოჭორიშვილი. არ ამგონია რომ ბოჭორიშვილზე მეტად უკრაინის ბოჭორიშვილი ხო არ არის, მაგრამ იმაზე მეტად არ არიან უკრაინის მხარეს, ასე მაგალითად კობახიძე, პაპუაშვილი, მდინარაძე და თავარია ბიზინა ივანიშვილი. ჩვენ მტერი დამარცხდეს. წამოვიდეთ ცუდი სცენარი, თქვენ როგორც მინისტრი უნდა ალბათ ცუდი სცენარისთვის ემზადებოდეთ, ხო? თუ ყველაფერი კარგად იქნება, არა უშავს. აი ესეთი მოხდა და რუსეთმა გაიმარჯვა და ჩემოგხედა. თქვენ როგორც მინისტრი ამ მომენტში, რომ აიღებთ ტელეფონს და დახმარებას თხოვთ. ჩვენი ჯარი ჩვენ სულ ვერ დაგვიცავს. ვის დაურეკავთ, რომ თხოვთ დახმარება? აი ჩინეთს ძალიან საინტერესო ფორმულირებაა. ართლაც ვის დაურეკავს, ვის დაუკავშირდება საქართველოს ხელისუფლება და ვარქვათ ერთ წუთს, ხელისუფლების წარმომადგენელი იმ შემთხვევაში თუ რუსეთი გაიმარჯვებს უკრაინაში და ბუნებრივია საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს რა მას, ანუ პუტინისტურ
რუსეთს ის უკვე გამოიხედავს ყველა სხვა ან ბევრი სხვა სახელმწიფოსკენ, რაც მათ შორის საქართველოსკენ. ამ დროს წესითა და რიგით მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, რიგითი დეპუტატი, რა ვიცი, მომხრე, არა მომხრე, ჩვენ ყველანი ვიღებთ ტელეფონს და უკავშირდებით ამა თუ იმ ნაცნობს. და ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა უკავშირდებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს სხვა ქვეყანაში. მაკა ბოჭორიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ვის დაუკავშირდება? ეს არის კითხვა ბატონი რაქვიაშვილისა. რას პასუხობს ბოჭორიშვილი? ამაზე ოდნავ მოგვიანებით. მანამდე ისევ ბატონ რაქვიაშვილს მოусმინოთ, რომელიც აჭერს და აჭერს. ბოლომდე ამწყდებს და ამწყდებს კუთხეში, ისე რომ ვერც ნახოს გამოსავალი, ისე ამწყდებს კუთხეში მაკა ბოჭორიშვილს. დაურეკავთ, იმიტომ რომ ის რუსეთის მოკავშირეა. ირანი თუ გადარჩა, მათი რეჟიმი ასე რუსეთის მოკავშირეა. უკრაინელებს, რომელიც აფხაზეთში ჩვენ ხარეს იბრძოდა, თქვენ ვერ თხოვთ იქეთ ჭუბები. კარგი ჩანართი იყო. ისიც ელს ლანძღავთ. ამერიკის ელჩი არც გიყავს. აქ ერთი რეპლიკა აქვს, კალტონ ბოჭორიშვილს მივალთ ამ რეპლიკამდე, აი ერთ წამშია ზუსტად. ბრიტანეთს, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის, ვერ უკავშირდებიან, იმიტომ რომ ლანძღავენ ერთის მხრივ ელჩს, მეორეს მხრივ სახელმწიფოს. გერმანიას ახსენებს თუ არა არ მახსოვს, მაგრამ გერმანიას, ანუ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს ვერ უკავშირდებიან, იმიტომ რომ ლანძღავენ გერმანიას როგორც სახელმწიფოს. შვედეთს ან მთლიანად ევროკავშირს დასახმარებლად ესენი ვერ დაუკავშირდებიან. ირანი თუ გადარჩა, ამ შემთხვევაში პრორუსული იქნება, თუ გადაურჩა ამერიკის რისხვას, პრორუსული იქნება და აზრიც არ აქვს დაკავშირებას. ჩინეთთან პრაქტიკულად ურთიერთობები არ აქვს და ტყუილია, რომ რამ სტრატეგიული ურთიერთობა ხელშეკრულების მიუხედავად რამ საქმიანი ურთიერთობა აქვს. ჩინეთი რომს დაუკავშირდეს კაბატონი ბოჭორიშვილი კოლეგას პეკინში ვერაფერს და არაფერს გააკეთებს. უკრაინა, რომელიც დამარცხებული იქნება ამ სცენარის მიხედვით, ჩვენ არ დაგვეხმარება ის ბრძოლის ის აგრძელებს იმ პერიოდისთვის სავარაუდო ბრძოლას, მაგრამ რუსეთი უფრო და უფრო ძლიერია და ჩვენთვის არც ეცლება, მაგრამ რომც ეცალოს უკრაინას. რასაკვირველია ქვეყანას, რომელიც აგრესიის ახალი მსხვერპლია, არ დაეხმარება უკრაინა და ბოჭორიშვილი კი უსმენს ამ ყველაფერს და შეერთებულ შტატებსაც ვერ უკავშირდებიან. ბოდიშვილი რომ არ დამვიწყდა და არ დამავიწყდა კარგია და კალტონი ბოჭორიშვილი ნახეთ რას პასუხობს. ნახეთ აი ერთ წამში უნდა გამოჩნდეს. ქვეყანაში არ ყავს ამერიკის ელჩი, ხალხმა რო იცოდეს. არა, თქვენი ბრალია, სწორი პასუხობს მართალწეულება ბატონი რაქვიაშვილი. მათი ბრალია. ქალბატონმა დაანეგანმა დაწერა განცხადება და წავიდა. ვაშინგტონს არ მიუღია გადაწყვეტილება ახალი ელჩის დანიშვნის თაობაზე, იმიტომ ვაშინგტონს არ მიუღია გადაწყვეტილება ახალი ელჩის დანიშვნის თაობაზე, იმიტომ რომ ჯერ არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია კავკასიის რეგიონის ამ ქვეყანასთან დაკავშირებით. უბრალოდ ჩამოყალიბებულია პოზიცია, რომელიც საქართველოსდება სულაც არ მოსწონს და რაღაც საფრთხეების გადაზღებაზეა საუბარი. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, ისეთი შეტევის სუბიექტი არ უნდა იყოს ახალი ელჩი, როგორც იყო ორი უკანასკნელი ქალბატონი დეგნანი და ქალბატონი დანეგანი. ახლა კიდევ რაქვიაშვილს მოусმინოთ რა და გვიგრძელდება ვიდეო ბლოგი, მაგრამ მაკა ბოჭორიშვილის პასუხამდე უნდა ჩამოვიდეთ და რაქვიაშვილის კითხვა კი საინტერესოა. ლიბერალია, მაშინ თქვენი დამოკიდებულების და თქვენი პოლიტიკის შედეგია ეს ყველაფერი და არა ის რომ უბრალოდ ამერიკაში გაიწია. უკრაინის ერთიც რომ პრობლემა იყო და მეტლია არ ყავდა ეს თქვენი ბრალია სიამოვნებაში. ხოდა აი მე კითხვა მაქვს, მარტივი კითხვა მაქვს. აი რუსებმა დაქოქეს ტანკები. რასაკეთებს სხვა მინისტრები და მთავრობა ეს სხვა საქმეა. თქვენ როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, იღებთ ტელეფონს და ურეკავთ ვინმეს. გასთხოვთ დახმარებას. ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? 2008 წელი გამახსენდა. ეხლა იწყება. არა, კობახიძე უფრო დემაგოგია, პაპუაშვილი უფრო დემაგოგია, მაგრამ მაკა ბოჭორიშვილი დემაგოგი ყოფილა. ბოჭორიშვილები იამაყებენ კი არა ბოჭორიშვილებს შერცხვებათ ისეთი. თქვათ მაშინ ხო ყავდა ხელისუფლება, რომელსაც ერთგვარად წითელი ხალიჩით ხვდებოდნენ ყველგან. და მახსოვს 2008 წელი ძალიან კარგად ვის დაურეკეთ. ბოდიში, ამ წითელი ხალიჩით დახვედრაში დასაძრახი რა არის? ანუ შენ გქონდა ისეთი კარგი ურთიერთობები მეზობლებთან და არა მხოლოდ, რომ
შენი ქვეყნის ხელისუფლებას 2012 წლამდე არსებულს ყველაფიან და სუგებდა და ამაში ან პრობლემა რა არის, ან ცუდი რა არის, ან დასაცინი რა არის, ან საკრიტიკო რა არის. ახლა რო არ ხვდებიან წითელი ხალიჩით კი არა ხელს არ გართმევენ, ეს არის სწორედ პრობლემა. ოღონდ ბოჭორიშვილს რატომღაც სურს რომ დააკნინოს თავად წითელი ხალიჩის დაგების ფაქტი ამბავი. რა შევწელით 2008 წელს და როგორ შევწელით დაცვა ჩვენი ქვეყნის და ვინ დაიცვა ჩვენი ქვეყანა. და მაგაშია საქმე. ოპა, ერთი წუთი, აქაც დემაგოგია, აქაც ტყუილი, აქაც რუსული მესიჯია. ჩვენი ქვეყანა დაიცვა ევროკავშირმა. ეს რომ ვიცოდეთ, მაყურებელს ვეუბნები და ბოჭორიშვილმა წესით ეს ყველაფერი იცის. ევროკავშირის 6 სახელმწიფოს ლიდერი, უკაცრავად 5 ევროკავშირის 5 სახელმწიფოს ლიდერი და პლუს კიდევ უკრაინის ლიდერი იყვნენ ჩამოსულები ჩვენს ქვეყანაში. მათ შორის ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის, თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის მაშინდელი ლიდერი ნიკოლა სარკოზი. სარკოზი რომ არ ყოფილიყო, სარკოზის რომ არ გაეკეთებინა ბევრი რამ, არა მოსკოვიდან თბილისში და თბილისიდან მოსკოვში. საქართველოს გაცილებით უარეს დღეში აღმოჩნდებოდა ომიდან მე-5, მე-6 თუ მე-7 დღეს. ეს ერთი. მეორე და ეს იმის დამსახურებაა, ის არის მნიშვნელოვანი, რომ სწორედაც რომ წითელ ხალიჩებს უგებდნენ წინა ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს და ყველთლიანად ხელისუფლებას. ეს ერთი. მეორე, ჩვენ დაგვიცვა პოლონეთმა, კონკრეტულად ევროკავშირზე თუ ვილაპარაკებთ, განუზომელია ლეხ კაჩინსკის. აგრეთვე მაგალითად ბალტიის სახელმწიფოების ლიდერების როლი და წვლილი ამ პროცესში, მაგრამ რაც მნიშვნელოვანია, მაკა ბოჭორიშვილი ამასაც ხო აკრინებს, რაც მნიშვნელოვანია, რო ვრეკეთ და ვრეკეთო, რო დავამყარეთ და დავამყარეთ ურთიერთობებიო, დასავლეთ ქვეყნებთან დაგვიცვეს კი მათო, დაგვიცვეს. იმიტომ რომ ის სამხედრო ჰუმანიტარული აქცია, ოპერაცია, რომელიც დაიწყო შეერთებულმა შტატებმა საქართველოში აგვისტოს 10-12-ისთვის, ეს იყო რეალურად დაცვა. შავ ზღვაში შემოვიდა თქვენ გეტყვით ძვირფასო მაყურებლებო, შემოვიდა შეერთებული შტატების მე-6 ფლოტი ხმელთაშუა ზღვიდან. როგორ შემოვიდა იცით? პრაქტიკულად გადაკეტა ერთ-ერთი კონვენციის დარღვევის შესაძლო დარღვევის გამო ბოსფორის სრუტე ერდოღანის თურქეთმა და ამერიკელებმა შეუთვალეს კი არა თქვეს ღიად რომ ისინი გაარღვევდნენ ბოსფორის სრუტეს და ჩადგებოდნენ შავ ზღვაში საქართველოს სანაპიროებთან. ეს იყო სამხედრო ჰუმანიტარული აქცია, პამპერსები კი არ შემოუტანიათ მართლა და წყალი ამ წყლის ქვეყანაში არამედ შემოვიდნენ და საკუთარი იარაღი მიუშვირეს რუსეთს და აჩვენეს ამით რომ რუსეთს აღარ ჰქონდა საქართველოს ოკუპაციის გაგრძელების შესაძლებლობა. ამერიკის შეერთებული შტატები როკის გვირაბის დაბომბვასაც კი ანონსებდა არასწორი სიტყვა, როკის გვირაბის დაბომბვასაც კი განიხილავდა. წაიკითხეთ ის ლიტერატურა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით, ამ ამბებთან დაკავშირებით, მათ შორის შეერთებულ შტატებში და ქართულადაც არის თარგმნილი, არის დაწერილი, შექმნილი. ეს ერთი, მათ შორის ასმუსის წიგნი. ეს ერთი. მეორე, ამერიკამ გადაკეტა საჰაერო სივრცე. ამის შედეგად ვეღარ გამოჭაჭანდნენ რუსები, რომლებსაც თბილისის აღება უნდათ და ქალბატონი ბოჭორიშვილი ეს რუსი და ახლა ასე უნდა მომიხსენიო ის წინთ და მე გეუქრებიან რომ ამას რომ მეუბნები ახლა შენ დაგიჭერ და გიჭი დაიჭირეთ დარქუა. ასე ვიტყვი, ან თქვენი ნებისმიერი მომხრე, რომელიც აუცილებლად მოხდება, ნებისმიერი მომხრე აუცილებლად მოხდება საპატიმროში ადრე იქნება თუ გვიანი, იმიტომ რომ ტყუილებს, რომლებსაც სთავაზობთ, რომელსაც აკადრებთ ქართულ საზოგადოებას, ტყუილებს ვერ გაატარებს ვერც ერთი პატიოსანი მოქალაქე, ვერც ერთი ის მოქალაქე, რომელმაც ზედმიწევნით კარგად იცის საქართველოს უახლესი ისტორია, მათ შორის ისტორია 2008 წლის აქვს. უსმინოთ, მოვუსმინოთ კიდევ ერთხელ უკაცრავად და არა, ბოდისაც არ მოვიხდი ამ რუს მაკა ბოჭორიშვილს. ვერ ხვდებით თქვენ ზუსტად რას ემსახურება ქართული ოცნების პოლიტიკა. ქართული ოცნების პოლიტიკა ემსახურება იმას, რომ ეს არ განმეორდეს და არავისთან დარეკვა არ დაგვრჩება. შეუძლებელია, ეს არის უვიცობა სულ მინიმუმ და რუსობა ასევე. უკრაინაში ომს იცით რა ჰქვია, ასე როგორ მოიხსენიებენ, ყოველგვარი პროვოცირების გარეშე რუსეთის შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე. აი თუ ვინმე ამბობს და ესენი ამბობენ, რომ მიშა სააკაშვილმა თავისი რიტორიკით მოახდინა რუსების პროვოცირება და ისინი იძულებულნი იყვნენ ან სხვა რა გზა ჰქონდათ, უნდა შემოსულიყვნენ როკის გვირაბი, უნდა გადმოელახა 58 რუსულ არმიას. უკრაინასთან დაკავშირებით ჰქვია არაპროვოცირებული
შეჭრა. ეხლა ბევრი თქვენგანი ეტყვის, რომ ისიც რა არის უკრაინას ნატოში შესვლა უნდა და უკრაინას ნატოში შესვლა უნდოდა. მაგრამ უკრაინა ნატოში ვერ შედიოდა, იმიტომ რომ რუსეთს ჰქონდა ფარული ვეტო. ხდებოდა უკრაინის ნაციფიკაცია, რაც ტყუილი ამბავია იმ ტერიტორიებზე, სადაც რუსეთი უკვე ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს, ანუ დონეცკსა და ლუხანსკში, ვერანაირი ნაციფიკაცია მისი უარყოფითი კონოტაციით უბრალოდ ვერ მოხდებოდა 2022 წელს. მიმდინარეობდა ეს ყაბლგასული, დრომოჭმული, არაფრის მომტანი მინსკი 1, მინსკი 2-ის შეხვედრები. პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო, რომ მინსკი 1, მინსკი 2-ის შეხვედრების პარალელურად უკრაინას რამ განეხორციელები, რამ გაეკეთებინა დონბასში და ყირიმი უკვე წაღებული ჰქონდა 2014-დან რუსეთს. ეს იყო დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია, ხო? ანუ შენ იარაღი, რომელიც გაქვს, ხო? ეს უნდა გადაყარო წყალში, ამას ეუბნებოდა რუსეთი უკრაინას და ამის გაკეთება რასაკვირველია არც ერთ თავმოყარე ხალხს, არც ერთ თავმოყარე ქვეყანას არ შეეძლო და არც უნდა გაეკეთება. ამიტომ რუსეთს არ სჭირდება რამ პრიჩინა, რამ მიზეზი, თუ მას განზრახული აქვს და აქვს განზრახული, რომ საბჭოთა კავშირი აღადგინოს იმ დაშვებით თუ უკრაინას დაამარცხებს, ის შევა ყველა იმ ქვეყანაში, ყველა იმ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, რომლებიც მას წინააღმდეგობას უწევენ და როდის ვიხდი ამასობაში რაღაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ხო, ეს ყულებთან დაკავშირებით, მადლობა ინგა, მე ვიცი ამასთან დაკავშირებით, ყულებთან დაკავშირებით ალბათ ცალკე ვიდეოს ჩავწერთ ჩვენ, მე-20 სასანქციო პაკეტს ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში გადაურჩა ევროკავშირის სასანქციო პაკეტს, თუმცა ხო და დეივიდ ოსალივანი სწორედ ამასთან დაკავშირებით აკეთებს ალბათ განცხადებას და მე ამას მივაქცევ ყურადღებას. გადაურჩა და ამაზე ცალკე ვიდეო ბლოგი გავაკეთოთ, მადლობა ჩემს მეუღლესა და პროდიუსერს, რომ ამაწოდა ინფორმაცია ყულებთან დაკავშირებით ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია. და ეს არის მნიშვნელოვანი, რუსეთს არ სჭირდება პრიჩინა, რომ ვიცოდეთ, მაინც რუსეთი შემოდის და შედის ყაზახეთში შევა, აზერბაიჯანსაც კი გაუბედავს მეთქი სომხეთს, მოლდოვას. რამეს აშავებს მოლდოვა თუ ყაზახეთი თუ თურქმენეთი არ არის საკვირველია, მაგრამ რუსეთს სურს, პუტინს სურს საბჭოთა კავშირის აღდგენა და მაკა ბოჭორიშვილის ეს დემაგოგია, რომ ჩვენ ისეთ პოლიტიკას გვაწარმოებთ, რომ რუსეთს შემოსასვლელი არ ჰქონდეს. ეს არის ტყუილი ამბავი, რუსეთს პრიჩინის გარეშე, შენ თუ დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებ. დამოუკიდებელი სახელმწიფო ხარ, დამოუკიდებელი და დასავლეთზე ორიენტირებული სახელმწიფო ხარ, რუსეთს ექნება პრიჩინის გამოს გარეშე შემოსვლის მიზეზის საბაბის გარეშე შემოსვლის სურვილი, ასე ვიტყვი, ხა რა არის, რაღა ეს მოვალე, ეს რეალობა შეუნდა იყო მომზადებული და მომზადებულობა იმას არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც გავარდე და უმისამართოდ ისროლო იარაღი. შეუნდა იყო მომზადებული, რომ დაიცვა შენი ქვეყანა შეძლების დაგვარად და საქართველო გასაკვირველია, პატარა ქვეყანა, უკრაინა მაგე ვერ დაიცვა, საკუთარი სწორი მოსაზრებებია, გასაკვირველია, მაგრამ ასე აბა მაშინ უნდა დაუთმო, უნდა მაშინ შედით პირდაპირ შევიდეთ რუსეთის შემადგენლობაში და არც არაფერს აღარ იზამს რუსეთი, ვერც ვეღარასოდეს დაგვესწრება თავს ეს მაკა ბოჭორიშვილი რუსის ბოსტანში. რაკოქილი ტანკის გასაჩერებლად. ეს არც ისე შორს არ არის, ხო? ამაშია ზუსტად საქმე, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგარეო პოლიტიკა იყოს ისეთი და განხორციელდეს ისე, რომ სხვა სამინისტროებს არ მოუწიოთ. სხვა სამინისტროებზე ნუ მელაპარაკებით, მელაპარაკება სხვა სამინისტროები, ინფრასტრუქტურის სამინისტროას გააკეთებს, ეს ცალკე თემაა და რასაკვირველია, ტოტალური თავდაცვა ნიშნავს იმას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს და გარემოს დაცვის თუ ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იყვნენ ერთმანეთთან კოორდინაციაში და არათუ ისინი არამედ ჩვენც ვეხმარებოდეთ ბოჭორიშვილს, არ ვიცი, მაგრამ საგარეო საქმეთა უწყებას ტოტალური თავდაცვის პირობებში, მაგრამ ახლა ამ ლექციას მე არ ჩავატარებ. ახლა ამ ლექციას აზრი არ აქვს. ეს არ არის პასუხი. ეს არ არის პასუხი. პასუხი იქნებოდა, რომ ჩვენ რასაკვირველია პარტნიორებს დაუკავშირდებით, რომ მათ ფიანდაზები კი არ დაგვიგონ თუ რაღაც ხალიჩები კი არ დაგვიგონ წითელი, არამედ იმიტომ, რომ მათ სულ მინიმუმ რჩევა მოგცენ. იმასთან დაკავშირებით რა უნდა გავაკეთოთ? რუსეთის შესაძლო და არ გამოსარიცხი ინტერვენციის შემთხვევაში. და ინტერვენცია ივანიშვილის პირობებშიც კი არის მოსალოდნელი, ასე ვიტყვი, იმ შემთხვევაში და იმ დაშვებით, რაზეც ბატონი აქვიაშვილიც ამახვილებს ყურადღებას, თუ რუსეთი გაიმარჯვებს უკრაინაში, ოღონდ რუსეთი ბოჭორიშვილს დავამწუხრებდა ბატონ აქვიაშვილს, ხალბატონ ბოჭორიშვილს დავამწუხრებდა ბატონ აქვიაშვილს კი გავახარებ, რუსეთი ვერ გაიმარჯვებს
უკრაინაში და ეს არის ჩვენი მთავარი ფარი. აი ეს ბიჭები მათ შორის, ქართველები 2000-3000 რამდენიც არიან, ისინი არიან ჩვენი თავისუფლების გარანტორები, ჩვენი დამოუკიდებლობის და დამოუკიდებლობის შენარჩუნების გარანტორები, ბრძოლაში გამობრძმედილები, გამოცდილება მიღებულები, რუსეთთან წინააღმდეგობის კონტექსტში ამას ხაზგასმით ვამბობ. რასაკვირველია, ჩვენს შეიარაღებულ ძალებთან თუ რამე ამასაც დავზენ, რომ მე არ იყოს რაღაც სხვადასხვა ინტერპრეტაციის შესაძლებლობა არ მიეცეს ქართული ოცნების პროპაგანდისტურ მედიას. მოусმინოთ ცოტაც, იმიტომ რომ გონი კიდე რაღაცა სისრულელეს როშავს ქალბატონი ბოჭორიშვილი და მე დავასრულოთ ეს ვიდეო ბლოგი. ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაში. ეს არის განსხვავება წინა ხელისუფლებასა და ჩვენს ხელისუფლებას შორის და ამაშია ზუსტად პრაგმატიზმი, რომ მაქსიმალურად კაპრანჭვით კი არ ვიყოთ დაკავებული და კაპრანჭვით კი არა, კაპრანჭვას არავინ არ გთხოვთ. თქვენ უნდა იყოთ ქვეყნის დაცვით დაკავებული. თქვენ უნდა გქონოდათ აქამდე საჰაერო თავდაცვის სისტემები. თქვენ უნდა გქონოდათ გაძლიერებული ქართული შეიარაღებული ძალები, დაბიუჯეტებული ქართული პროფესიონალური ჯარი. თქვენ უნდა გქონდათ შემუშავებული ტოტალური თავდაცვის მექანიზმები თუ სისტემები, ხო, პრინციპები. თქვენ უნდა გეთქვათ მოქალაქეებისთვის, რომ მეპურე შენაკეთებ ამას და ჯარისკაცო შენაკეთებ ამას და ექიმო შენაკეთებ ამას. მასწავლებელო შენაკეთებ ამას. იმიტომ რომ ეს არაადეკვატური სახელმწიფო შეიძლება შემოიჭრას. რასაკვირველია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებ დიპლომატიური ხაზებით და როგორც ბოჭორიშვილი ისე გამკეთებელია დიპლომატიურ ფრონტზე, მაგრამ ჩვენი პარტნიორები არიან ჩვენ ზურგს უკან და ისინი ასე იოლად არ დააჩაგვრინებენ რუსეთს საქართველოს. უკრაინაში რაც ხდება კატასტროფა, ჩვენ ამას გეუბნებით და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ავცდეთ უკრაინაში რაც ხდება იმ გვარობას, მაგრამ დამოუკიდებლობას, რასაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვერ დავთმობთ, ესენი თმობენ დამოუკიდებლობას. ჩვენ ვერ დავთმობთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ესენი თმობენ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენ ვერ შევეტენებით რუსეთს და ვერ გავწირავთ ქართულ ხალხს რუსულ სივრცეში, რუსულ ჭაობში ცხოვრებისათვის. ეს უნდა ეთქვათ. ანუ არსებობს კომპრომისების ზღვარი, მაგრამ რაღაცეებზე ჩვენ უარს ვერ ვიტყვით. და ამათმა რა გააკეთეს ბოჭორიშვილი მე-7 რგოლშია, ბიზინა ივანიშვილმა და სხვებმა. ამათმა თქვეს, რომ ჩვენ სუვერენიტეტზე ვამბობთ უარს და ეს არის ჩვენი დაცვა. რაც არის ტყუილი, იმიტომ რომ რუსეთი იმ ქვეყანასაც კი დაესხება თავს. იმ ქვეყანასაც კი გაანადგურებს რბილად თუ არ რბილად, რომელიც მას ვაზელინ წასმული ეტენება და ესენი ქალბატონს არ უნდა აკადრო რასაკვირველია, მაგრამ ამ შემთხვევაში სქესი თუ გენდერი მოусპოთ როგორც ასეთი და ესენი ეტენებიან ვაზელინით რუსეთს. აი ეს არის ბიზინა ივანიშვილს წასმული აქვს თავზე ვაზელინი და ეტენება რუსეთს. და გონია რომ თავად ხო გადარჩება და ქვეყანასაც თუ ფიქრობს საერთოდ ქვეყანასაც გადაარჩენს და ეს არის სწორედ თავარი და მთავარზე მთავარი უმთავრესი რომ ამით ქვეყანა კი ვერ გადარჩება, არამედ ქვეყანა სამუდამოდ ამოისპობა, სამუდამოდ განადგურდება იდენტობასაც როგორც ასეც დაკარგავს. იმაზე უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებით ჩვენ, ვიდრე დამპალი საბჭოთა კავშირის 70 წლის განმავლობაში ვარსებობდით, სადაც ვიღაცას შეეძლო, რეჟისორს შეეძლო შერეკილების თუ ცისფერი მთების მონანიების გაადაღება 80-იან წლებში მაგალითად თუ ნატურის ხისა თუ რაღაცა თავისუფლების იოტისოდენა ხარისხი მაინც ჰქონდა ქართული საზოგადოების ერთ ნაწილს მაინც. იმაზე უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებით, იმიტომ რომ ახალი ელდარ შენგელაიები და ახალი თენგიზ აბულაძეები იქნებიან ჩაკლულები და ეს იქნება ჩაკლული სულის ქვეყანა, ისეთი ქვეყანა, როგორიც უნდოდა რომ შეექმნა საბჭოთა კავშირს თავის დროზე 21-დან 22-დან ვიდრე 27-მდე 40-მდე თუნდაც, როდესაც ხრეტდა ინტელიგენციის კი არა ელიტის წარმომადგენლებს ასახლებდა და ლექციებსაც არ აძლევდა კი არა უნივერსიტეტიდან დევნიდა, მათ შორის ივანე ჯავახიშვილს და მე კლავდა ივანე ჯავახიშვილს გასულს დაბრუნებულს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მის მიერ დაარსებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს რომ ვიცოდეთ მაინც, აქ ივანე ჯავახიშვილობას ვინც მოინდომებს, აქ მიხეილ ჯავახიშვილობას ვინც მოინდომებს, მას დახვრეტენ. 60-იანი, 70-იანი, 80-იანი წლების საბჭოთა კავშირი აქ ვერ გამეორდება, სადაც თავისუფლების მეტი ხარისხი იყო, ისიც რატომ იყო და როგორ იყო, ამაზე შორს წაგვიყვანს საუბარი, მათ შორის იმიტომაც, რომ
მათ შორის იმიტომაც რომ სტალინი აღარ იყო და სხვები მათ შორის გამოპროტუნებულები მართავდნენ საბჭოთა კავშირს. თავისუფლების ის ხარისხი აღარ იქნება. საერთოდ ამოინგრევა, ამოისპობა, ამოიზირკვება, როგორც ასეთი იდენტობის ყველა ნიშანსვეტი, ყველა მახასიათებელი ლექს ვერ დაწერს. ლექს აი პატრიოტულ ყალბ ხას უსვავ, ყალბ აი რაღაც არ ჩამოვასახელებ ახლა არ ციტატებით არ შეგაწყეთ თავს. ისეთ ლექსაც კი ვერ დაწერს საქართველოს დამოუკიდებლობაზე, რომელიმე ცუდი პოეტი იმ შემთხვევაში თუ რუსეთი აქ შემოვიდა და დამკვიდრდა. და მაკა ბოჭორიშვილი ვინ არის საბოლოო ჯამში 27 ხარისხოვანი პერსონაა ბიზინა ივანიშვილი სწორედ იმის გამო რომ გადარჩეს თავის მილიონებით თუ მილიარდებით და იმის გამო თუ უყვარს საქართველოს და არ უყვარს თავისებურად უყვარს უფრო ზუსტი რომ იყო გადაარჩინოს საქართველოს კი არ უფრთხილდება გრუზიას უფრთხილდება და გრუზიას ვინც უფრთხილდება ის ისტორიის მიერ დახვრეტილი იქნება ისტორიის მიერ ხას უსვავ და არა ადამიანების მიერ და არა მოქალაქეების მიერ ისტორია დახრეთს მაკა ბოჭორიშვილს 47 ხარისხოვანს და პირველ ხარისხოვან ბიზინა ივანიშვილსაც რამდენადაც მათ თავისუფლების წინააღმდეგ დიდი ლაშქრობა წამოიწყეს და ჯერჯერობით მიუყვებიან რუსეთის გზას და როგორც ჩანს არც აპირებენ მობრუნებას და აქედან გამომდინარე მათი ვერდიქტი პრინციპში ყველასთვის ცნობილია დასავლეთი არის ჩვენი ერთადერთი ძველი დასავლეთი ქართველ ხალხთან ერთად და მხოლოდ საქართველოს ისტორია არის მათ შორის წინააღმდეგობის ისტორია. შენი იდენტობა იჩორკნება, იძერწება სწორედ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პროცესში, თავისუფლებისათვის ბრძოლის პროცესში. ოღონდ ბოჭორიშვილს და კობახიძეს, პაპუაშვილს და მდინარაძეს და რაც თავარია ივანიშვილს, ოჯახი თურთ, ეს ყველაფერი არ გაუგიათ მათ. უნდათ რომ წარმომე სულს მივცემ ჩემსას, რას სულს მისცემ შენსას, რა იცი შენ რა არის სული ქართული, რა იცი შენ რა არის სული ამ ქვეყნისა, რა იცი შენ ამ ყველაფრის ამის თაობაზე იცი თუ არა რომ სულს მივცემ შემსას არის თავისუფლებისთვის თავშეწირვა, საკუთარი თავის შეწირვა, რასაც უბრალოდ ვეღარც ერთი მათგანი ვეღარ გააკეთებს. გიბოდიშებთ რომ გაუბრაზდი, მაგრამ ხანდახან საჭიროა. ნახვამდის.